თუმცა მაინც ტორპედო რჩება შეტევაზე. გიორგი არაბიძემ დავარი საფრთხე მისგან და კომნენ ანდრიჩისგან პრინციპში უნდა მოდიოდეს. არაბიძის ჩვეულ სტილში დარტყმა და პირველი მოგერიებაც ნახეთ ჩვენ შეხვედრაში. არის აკადემიის აღზრდილია აქ გორი შეცდომა ორელების მხრიდან არაბიძე. ავიდა ეს პასი შეიძლება დარტყმა გარის მიმართულებით ზედმეტად ძლიერი გამოუვიდა აქ. სწორედ სკორობს ამ დარტყმის თამაშია ხორვატიის ასაკობრივ გუნდებში ნაკრებშიც ეროვნულ გუნდში ის გამოჩენის შანსი ჯერჯერობით არ მისცემია. ტორპედოს შემადგენლობაში სიმიჩსაც ხედავთ რა თქმა უნდა აქ გორელების შეტევა დარტყმა გარის მიმართულებით და აი გოშაძეც ჩაერთო საქმეში და იქნება კუთხური. პირველი ისეთი გააზრებული შეტევა გორელების შესრულებით კანტეს დარტყმა ვიხილეთ გოშაძის მოგერიება და შემდგომ სორი მანემ გადააგდო ბურთი კუთხურზე. კიდევ ერთი ფაზა გორის დილას რომ ორიგი ხიფათის შექმნას ტორპედოს გარის მიმართულებით. დაიწყა მეტოქის აჯარიმოსკენ დაფარა საკმაო მანძილი კიდევ ერთი ცრუ მოძრაობა ნახოთ ახლა რას მოიფიქრებს კარგი დატოვება დარტყმა გარის მიმართულებით. აი სახიბათო მომენტი რომელიც შექმნა გორის დილამ და აქაც ცირედით არაზუსტი. თუმცა ამ შეტევაში ლომის წვლილი მიუძღვის ბადრი გოგობერიშვილი. შვენიერი დატოვება ყველას მოლოდინი ჰქონდა რომ თითქოს ის განმეორებით ეს მომენტი. შეიძლება ცდებოდა კიდეც ბურთი, მაგრამ დავით აიზღია რა თქმა უნდა ოთო გოშაძემ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტორპედოს მეკარე. ჯერჯერობით კუთხურებიდან ვერც ერთი გუნდი საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობს. ახლოძელთან გაიგზავნა ბურთი, აქ გოგობერიშვილის დარტყმა, მაგრამ გარედან ხდება. ველი გვაქვს ახლა. ირესი. სკორუპი დარტყმაც. ცდელობა ნომერი 2 და ამჯერადაც ჩარჩოს მიიღმა ბურთი. საკუთარ თავზეც გაბრაზდა დინო სკორუპი. 26 წლის ხორვატი ახალწვეული. აუტური მოქმედებები ჯარიმა არ ფიქსირდება, როგორც ჩანს პირეს არ დაურღებია თამაშის წესები და აიძრა ბრაზილიელი გარისკენ. გაყოლება დეისაძეზე. ჩაწოდება და გაიხსნა ანგარიში ქუთაისის ტორპედო დაწინაურდა. გუნდის კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა დააწინაურა. ეპიზოდზე მაქვს საუბარი. დაარღვია თუ არა პირესმა თამაშის წესები. აქედან რთულია გარჩევა, მაგრამ ნახოთ გოლი როგორი იყო დეისაძის საკოლე პასი. ჯალაღონიას გაიქცა მამუჩაშვილი და საბოლოო ჯამში აქ ვიცი რთული სათქმელია, მე არ დავიწყებ არჩიელებას, დაველოდოთ უბრალოდ საჯის ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით გოლი ჩათვლილია. და სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული შინ გორში მარცხდება. კარგად ჩაკეტა აქ კუთხე მამუჩაშვილმა. დეისაძის ანოფი ტალი მოძრაობა დარტყმა გარის მიმართულებით, მაგრამ ძალიან მარტივად ოთო გოშაძე შეარჩია პოზიცია და აიღო ბურთიც. გამარჯვებულის ვინაობაც და შესაძლოა ჩვენთანაც იგივე სცენარი ვიხილოთ. ანოფის დარტყმა გოშაძე ადგილზეა. ჯალაღონია წაიქცა აქ ორელთა ერთმოტობა შეყილაძის დარტყმა გარის მიმართულებით. ოთო გოშაძემ არ მისცა შეყილაძეს სერიზედ მეორედ ლამაზი გოლის გატანის უფლება. ძალიან მაგარ სტილში მოიგერია ეს ბურთი. გაფრინდა ოთო გოშაძე. სწრაფა წამის მიასედებში მიიღო შეყილაძემ გადაწყვეტილება. მაგრამ გოშაძე აურია გეგმები დილას კაპიტანს. შემდგომ შეყილაძე. გავიდა ის გადაცემა სანიანგი დარტყმა გარის მიმართულებით. ოთო გოშაძე შეიძლება გახდეს ამ მატჩის გვირი. რა კარგი ბურთი მოიგერია. ანოფის დარტყმა კი თამაში ბევრჯერ ავწუნდით.ების განმავლობაში სანიანგის დარტყმა და კი მახვილი კუთხიდან უტყამდა მამისანიანგი, თუმცა ძლიერად და გოშაძეც ზად იყო ამ ბურთის ასაღებად.
ხოლო 5 წუთში დაახლოებით ორი კარგი ბურთი მოიგერია ტორპედოს მეკარე. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმას ვიხილეთ, მაგრამ მიზანმა უმთხუნდა ზურაბ მუსელია. დაზიანებული ერთ-ერთი ტორპედოელი. დეისაძია ეს მოთამაშე თუ ანოფი თავად დაიძრა. ასეც გააკეთა მეთეშაშვილი დაარტყა კარის მიმართულებით გოშაძე და აი დანატრი სტანდარტულიც. რადავად რომ იყო თუ არ ვწდები ასყლეტა. კარგი თამაში აქვს გოშაძეს. ვლადიმერ მამუჩაშვილის ერთადერთი გოლით მოახერხა და მოიპოვა საქართველოს სუპერთასის ფინალის საგზური, რომელშიც ის თბილისის იბერიას დაუპირისპირდება.